გავხადოთ ამერიკა კვლავ ჯანმრთელი. ასეთია რობერტ კენედი უმცროსის გეგმა, თუ მას სენატი ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცებს. თუმცა რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ამ მიზნის მისაღწევად, იგი ბევრს არ საუბრობს. დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორში დაასრულებს კორუფციას, ქრონიკულ დაავადებათა ეპიდემიას და რაც მთავარია, ჯანდაცვას დაუბრუნებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერების სახელს. თუმცა ჯანდაცვის ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ რობერტ კენედი უმცროსის განცხადებები დეზინფორმაციულია და მეცნიერებასთან ამას საერთო არაფერი აქვს. და მაინც, რას ამბობს რობერტ კენედი უმცროსი? მისი საკვანძო გზავნილები მეტწილად შეეხება ვაქცინაციას, აბორტს, ჯანსაღკვებასა და წყლის სისუფთავეს. ვაქცინაციის შესახებ რობერტ კენედის განცხადებებმა საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია. ის ღიად ამბობს, რომ ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაცია მათი სიცოცხლისთვის საშიშია და აუტიზმს ავითარებს. ჯანდაცვის ექსპერტები თვლიან, რომ მსგავსი განცხადებები ზრდის რისკს, რომ მშობლები თავს შეიკავებენ და შვილებს აღარ აცრიან, რამაც შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიოზული დაავადებების გავრცელებასა და სიკვდილიანობის ზრდას შეუწყოს ხელი. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ რობერტ კენედი უმცროსმა თავისი განცხადებები შეარბილა და თქვა, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგი არ არის, არამედ მას სურს ამ მიმართულებით მეცნიერების ისე განვითარება, რომ ადამიანები ინფორმირებული იყვნენ და შეეძლოთ არჩევანის გაკეთება. სენატში ოთხშაბათს, 29 იანვარს რობერტ კენედი უმცროსს მოусმინეს. ორეგონის შტატის სენატორმა რონ ვაიდენმა მას ვაქცინაციის შესახებ კითხვები დაუსვა. 2020 წელს თქვენ თქვით, რომ ყველაფერს გააკეთებდით, ნებისმიერ ფასს გადაიხდიდით დროში უკან დასაბრუნებლად, რომ თქვენი შვილებისთვის ვაქცინაცია არ ჩაგეტარებინათ. ახლა თქვენ სენატს ატყუებთ, როცა ამბობთ, რომ ვაქცინაციის მომხრე ხართ. თუ მაშინ მოიტყუეთ იმ გადაცემაში. სხვათა შორის ჩვენ ყველა ეს ჩანაწერი ფირზე გვაქვს. რობერტ კენედი უმცროსმა ისაუბრა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ადამიანებზეც და სენატორებთან განაცხადა, რომ სუბიექტურად გადაწყვეტს დაითხოვოს თუ არა ესა თუ ის ადამიანი სამსახურიდან. მე არ გავათავისუფლებ არავის, ვინც თავის საქმეს პირნათლად ასრულებს და ამას პირადი შეხედულების საფუძველზე გავაკეთებ. ვაქცინაციისგან განსხვავებით მოსახლეობა მხარს უჭერს მის გეგმას ჯანსაღი კვების შესახებ. რობერტ კენედი უმცროსის თქმით, ამერიკელების დიდი ნაწილი არაჯანსაღად იკვებება. საუბარია გაყინულ ცომეულზე, ჩიფსებსა და გაზიანსასმელებზე, აგრეთვე საკვებზე, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, სახამებელსა და ცხიმებს. მისი თქმით, პრობლემებია სკოლაშიც და მათი შვილები ტოქსიკურ წვნიანში ბანაობენ. კენედი გეგმავს არაჯანსაღი საკვების შეზღუდვას, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკურად და ბიუროკრატიულად თითქმის შეუძლებელია და სავსეა წინააღმდეგობებით. სურსათის სააგენტო, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის დაქვემდებარებაშია, მუშაობს იმ საკვები პროდუქტების აკრძალვაზე, რომლებზე უფლებაც მას კონგრესისგან აქვს მიღებული. შესაბამისად, აქაც კენედი შეზღუდული იქნება. რაც შეეხება აბორტის საკითხს, რობერტ კენედიმ სენატში მოსმენისას განაცხადა, რომ ყველა აბორტი დიდი ტრაგედიაა. ვაპირებ მხარი დავუჭირო დონალდ ტრამპის პოლიტიკას. ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ ყოველი აბორტი ტრაგედიაა და არ იქნება მორალურად გამართლებული, თუ წელიწადში 1.2 მილიონი აბორტი გვექნება. ვეთანხმები მას, რომ შტატებმა აბორტის უფლება უნდა დაარეგულირონ. კენედი სასმელი წყლის ფთორირების მოწინააღმდეგეცაა. მრავალი ქვეყანა მიმართავს სასმელ წყალში ფთორის გარევის პრაქტიკას. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ფთორი კბილებს გაფუჭებისგან იცავს. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 63%-ს ფთორირებული წყალი მიეწოდება. 2024 წლის ნოემბერში რობერტ კენედი უმცროსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს მიმართავს აკრძალოს წყლის ფთორირება, რადგან მისი თქმით ეს იწვევს ართრიტს, ძვლის კიბოს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას, აგრეთვე აქვეითებს ადამიანის IQ-ს. სენატში რობერტ კენედი უმცროსის მოსმენა გრძელდება და უცნობია, დაუჭერენ თუ არა მას მხარს სენატორები. თუმცა ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ჯანდაცვის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომლის განცხადებებიც არამეცნიერულია, შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემას ბევრ პრობლემას შეუქმნის.